აი ხა ერთ რამე მინდა ვთქვა, მე გითხარით, ძალიან ისეთი კარგი თემით დავიწყეთ გადაცემა, მაგრამ სამწუხარო თემაც გვაქვს. და ამაზე რო არ ვილაპარაკო არ შეიძლება. ესე იგი, მე არ ვიცი, ძალიან უშნოდ შეგვიჩნდა ეს მარეგულირებელი კომისია. ჯერ იყო და ესე იგი, მე არ ვიცი, გინდა თქვი ისე, გინდა თქვი ასე, ეს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. რას ქვია დაკავშირებული? ხელისუფლებაა, ხო, ნუ რა თქმა უნდა არის, მაგრამ ნუ ეხა იურიდიულად სად ხელისუფლება არ არის, ეხა რომ მაგიტო ვიძახი, დაკავშირებულს იმიტო ვიძახი. ესე იგი, დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ აქ ერთ-ერთმა სტუმარმა არ მინდა ეხა ლაპარაკი, ცოტა ისე რაღაცა გადაამეტა მაგათი აზრით. მე ვფიქრობ, არაფერი არ გადაუმეტებია. არც არავის უჩივლია, არც არავის საჩივარი შემოუტანია, დაგვაჯარიმეს 2500 ლარით. ეხა შემოიტანა საჩივარი ჩვენს წინააღმდეგ TV პირველი ჟურნალისტებმა, ნატალია ქაჯაიამ, ნანუკა ქაჯაიამ, მარიამ გაფრინდაშვილმა. და ერთ-ერთი გადაცემის გამო, სადაც იყო საუბარი 30000 ლარი რო მისცა ამ ნანუკას იმან რა ქვია თემურ ჭყონიამ ჩვენ სიუჟეტის მარიამ ესე იგი იმას ნათია ბერიძეს რო ელაპარაკება ჭყონია რომ მეო კიო მივეციო და ჩემთანაც იმეგობრეო შენო და მეც მოგცემო შენცო რა ეუნება ნათია ბე ჩვენ ამაზე გქონდა ლაუბარი მე და დიტო ვიყავით მაშინ გადაცემაში და მაგაზე ვსაუბრობ ესე იგი დღეს იყო კომუნიკაციის კომისიის მოსამზადებელი ხდომა და ნუ შემდგომში 17-ში ჩაინიშნა პროცესი და მე ხა მინდა ერთი რამე თქვა ვიღაცების გასაგუნად. Დიმ ბიზაგნიან იბივაეთ. ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობს, თუ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. და ეს საეჭოა ეს ყველაფერი, რომ ტყუილუბრალოდ, ესე იგი, არავინ მომჩივანი არ იყო დაგვაჯარიმეთ, ეხლა ამ TV პირველის, ესე იგი, მიიღეს წარმოებაში და არც იყო მისაღები და მე ვფიქრობ, რომ ამას ყველაფერს ძალიან ცუდი სუნია ազდის. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ჩვენ ერთადერთი ტელევიზია დავრჩით ამ ქვეყანაზე, რომელიც ლაპარაკობს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნაღდგეს. ამის გამო ხო არ არის. იმიტომ რომ არსებობდა ერთი ტელევიზია სოლიდარობა, რომელიც გააქრეს მარტო ინტერნეტში მაუწყებლობს, მათ არც ფინანსური პრობლემები აქვს დიდი და არაფერი, გააქრეს. დარჩენილი ვარ ჩვენ. ეხლა ვიღაცები ლაპარაკობენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, განა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენნაირი ინტენსივობით არავინ არ ლაპარაკობს. და მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს ხელისუფლებაში რო არის. რა გინდა თქვენ ვერ გავიგე, ჩვენ რას გვერჩით? არა, ვერ გავიგე თქვენ აგერ TV პირველის ეთერებიდან კაცო პირდაპირ მოწოდებებია სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ერთ-ერთი ბოდიში და ტელესექსდივა ეუნებოდა ხაზარაძეს, რომ უნდა აჯანყდეთო თქვენაო. და მე მაინტერესებს იმის მაგივრად, რომ ტელეკომპანია კი არ უნდა დაიხუროს პასუხისგებაში მიეცეს, ამათი პასუხისგებლობის საკითხი არ დგება და ჩვენ გვერჩით, კაცო? მე მახსოვს ერთხელ იყო ესეთი ლოზუნგი კანცელარიასთან ძირს შევარდნაძის არძიბას ნახმარი შევარდნაძეო. თქვენ რა გიდათ რომ TV პირველის მოგვიქციოთ ჩვენ და TV პირველის მე ძალიან კარგად ვიცით რომ რაღაცა ეჭვები, რაღაცა ხმები მომდის რომ ეს TV პირველი რაღაც დაკავშირებული არის თქვენთან. მე ვიცი რომ ხელისუფლების პოზიცია ერთიანი შეიძლება არ არის რომ ეხა ჩვენ პრობლემები შეგვიგვდას, მაგრამ ამ ხელისუფლებაში არის რაღაცა უცხო ქვეყნის ძალები და აგრეთვე რომ ისეთი ძალები რომლებიც ურევენ სიტუაციას, იმიტომ რომ დავინახეთ რამდენი ძალოვა სტრუქტურაში აღმოჩნდა ეხა ის რომ გაიქცა იქ იმაში რაგვარია ისა გედედეს რომ იყო რა ქვია მოადგილეში შაიშმელაშვილი უშიშროების სამსახურის ასევე მაღალჩინოსნები იყვნენ ასევე სხვადასხვა ძალოვანის მერიის მე სულ არ გამოვრიცხავ რომ ეს ყველაფერი აქ მიდის რო ვერ გაიგებ TV ისა რა ქვია პირველი არხი რას ლაპარაკობს და საერთოდ აჭარა რას ლაპარაკობს აჭარის ტელევიზიით გამოვიდა ჟურნალისტი და თქვა რომ როგორცო ქრისტიანული დღესასწაულებები არის უქმედღეო ასევე უნდა იყოსო მუსლიმური დღესასწაულებიო ესაო რა ქვია უქმეო აი ეთნიკური შუღლის გაღვივების გამო ამ ჟურნალისტს კი რა ტელევიზიას დავხურავდი საერთოდ
მე მუსლიმებს პატივსავწე, მაგრამ არც ერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ჩვენს გარშემო არ აქვს დღესასწაული ქრისტიანული უქმე. მაინტერესებს ეხლა აზერბაიჯანში, თურქეთში ქრისტიანული დღესასწაულები უქმეა და გამოდის ვიღაცა გოგონია სახელმწიფო არქიდან მე ფულს უნდა ვუხდიდე იმას რომ გამოვიდეს აქ პროვოკაციული გაცხადებები აკეთოს და ეთნიკური შუღლი გააღვივოს და ჩვენ გვერდით კაცო ჯერ ტელეიმედმა იმას ხდა გვიჩივლა მე ესე იგი ტევე პირველმა ერთი პატარა ტელეკომპანია არის გორში ერთი ტელეკომპანია იმედის კამერის სტოლფასი არის ფასიღის ჩვენი ტელევიზია მთლიანად მაგრამ რატო გვერდშიან იცი ეშინიათ ჩვენი თორე თქვენ როგორ ფიქრობთ რატო შემოიტანდა ტელეიმედი რატო შემოიტანდა ეს ტევე პირველი იმიტომ რომ ჩვენ აიხა გადახდეთ რამდენი ადამიანი გვიყურებს იცი ამ წუთას აიხლა ამ გადაცემას მაგალითად YouTube არხზე გეტყვით ეხლა აიხა გადავრთავ გეტყვით 1500-მდე ადამიანი პირდაპირ ეთერში მარტო უყურებს ამ გადაცემას პლუს ტელევიზიაში რამდენს უყურებს სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მაღალი რეიტინგი გვაქვს და აღიზიანებს ეს ყველაფერს და თან აი ყველაზე მთავარი რატომაც არის რეიტინგის გამოთლათ არა უბრალოდ რეიტინგი არის რა თქმა უნდა მაგრამ აქ არის რუსულ-ქართული თემატიკა მე ამას ვფიქრობ იმიტომ რომ საქართველოში საკმაოდ ძლიერია ჩვენი მეზობელი ქვეყნის გავლენები და მარტო დასავლეთს ნუ დავაბრალებთ იმაში რომ ანტირუსული განწყობილებები სუფევს ესე იგი, იმის მაგივრად ფორმულას და ტევე პირველს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე საერთოდ აეგზალო საქმიანობა, ბუზი არა უფრენიათ არავის მიმართ, პირიქით. და ჩვენ მოგდრენ, კაცო, და ჩვენ გვერდშიან. რა უნდა დახურვა? ეხლა გეტყვით, მეორე არის 10000, მე ლიცენზიის გინდათ ჩამორ. წარიღე ტელევიზია, კი ბატონო, მე ეხლა მუშაობთ, აი მანქანა, ესე იგი, რო არის, აი სიჩქარეები ხო აქვს? მესამე სიჩქარით, იმიტომ რომ რაღაცების გამო ლავირების განხორციელება მიწევს. ეხლა რატომ მაგას ვერ გეტყვით? მე ჩემი შესაძლებლობების 50%-ს ვახორციელებ ამ ტელევიზიაში. იმიტომ რომ რაღაცების ანგარიშის გაწევა მიწევს. თქვენ მიიღებთ 100%-იან მაშინ გარკვეულწილად ამოქმედებას. გინდათ ეგ? და მე კიდე ერთი რამე იცოდეთ. მე არასდროს არ ყოფილვარ ამ ხელისუფლების ტერი. პირიქით, მე დამიპირისპირდნენ იმის გამო, რომ ვთქვი, რომ აი მაგალითად ხელისუფლებას აქცია რო აქვს, ხარი დაუჭირეთ რაღაცა და პირიქით გამოვდიოდი და ამის გამო ცეცხლი და გოლგოთა და ის გავიარეთ ჩვენ. იცით რა არის? თქვენ თუ გინდათ თქვენ რო გყავდეთ ისეთი ურეიტინგო არხები რო გყავთ, სამთავრობო, რომელსაც კაციშვილი არ უყურებთ, გყავდეთ, მაგრამ ეს არის თქვენთვის ცუდი. ჩვენი ტელეკომპანიის დახურვა გამოიწვევს თქვენს სიკვდილს პირადად გეუბნები და ხელისუფლების დემონტაჟს და რატო? აი, როდესაც ადამიანი მაგალითად, აი ადამიანი არის ცუდად, ხო? თუ კი ის არის ომავს წნევას, არის სვამს წამას, ის შეიძლება მოკოდეს, ხო? როდესაც ჩვენ გაფხიზლებთ, თქვენ გეუბნებით, რომ აბა ესექენით, აბა ესექენით და თქვენ ამას იღებთ, იმიტომ რომ ვიცი მე ამას უყურებ და რეაგირებები დამხედავ. ამით ჩვენ ვაკეთებთ კრიტიკულ, ასევე საქმიან საქმეს. თქვენ როდესაც თუ ყველას გააჩუმებთ, ვინც რაღაცა კრიტიკული იქნება, თქვენ ერთშვენიერ დღეს მოკოდებით, იმიტომ რომ თქვენ იქნებით ნირვანას მდგომარეობაში. თქვენ აი გეკდებათ განცდა იმისი, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი და გამოგეპარებათ. აი წნევა როგორც გამოეპარება ადამიანს და დაარტყავს და გლიჯავს გული ან და რაღაცა, ისე გამოგეპარებათ ეს ყველაფერი. და ჩვენ მტრები არა ვარ და ჩვენ გვერდით კაცო. ეს კომისია, რომელიც ხელმძღვანელი არის ბექაური, მე არ ვიცი დღეს მე ავდექი და თქვი, რომ არაფერი აქ არ არის, მეთქი რეალურად ეხლა აი ტევე პირველის საჩივარი არის სიგიჟე. არავით არ იქ არაფერი არ არის. ესე იგი იქ არის ესე იგი ბატონმა თითო რატო იხმარა სიტყვი მარიამ გაფრინდაშვილი რომ მოვიდა ჩემს იმაზე რაღაცა ღონისძიებაზე და ისეთ მდგომარეობაში და ისეთ იმაში იყო ვეღარ გავაგზელეო ჩვენ თურმე ამის გამო უნდა დავისაჯოთ ვერ ხარ მართლა ესე იყო და რა ეხლა დეტალურად ხო არ მოუყვები იქ რა როგორ მოვიდა და რანაირად მოვიდა კაცო არა არავის სექსუალური ცხოვრება ჩვენ არ გვაინტერესებს ვინმე თუ არის ტევე ბორდელი ეს არის პოლიტიკური ბოდიში და თავი შეფასება მე სულ არ მაინტერესებს სარი გითხრიათ ერთ ადგილას სულ არ მაინტერესებს თქვენი სექსუალური ცხოვრება ჩვენ ბოდიში და პირზე სკოჩს ვერ ავიკრავთ რაღაცა შეფასება უნდა გავაკეთოთ ჩვენ მოვლენების